მოგესალმებით ჰოროსკოპი G-ის მენას მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დღეს წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარია 6-12 აპრილის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე რა ტენდენციები იქნება აქ დამახასიათებელი ნუ პირველ რიგში მოითხოვოთ რომ მარსი აქტიურობის ენერგიულობის მმართველი პლანეტა გადაასვლებს ხუთშაბათიდან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ეს მისი საყვარელი ადგილია ერთის მხრივ განავითარებს ეს მოვლენა ადამიანებში აქტიურად მოქმედების უნარს მებრძოლ სულისკვეთებას უშიშარ ხასიათს ლიდერულ ორგანიზატორულ მონაცემებს მაგრამ მეორეს მხრივ განავითარებს სიჯულდეს კამათისადმი მიდრეკილებას და შინაგან აგრესიას ეს ტენდენციები ჩვენ მეტად თავს სწორედ ამზე გავლენის შედეგად და შეგვიძლია ასეც აღვნიშნოთ რომ კვირა უნდა გავყოთ პერიოდამდე 8 აპრილამდე და 8 აპრილის შემდგომ 8 აპრილამდე პერიოდი ცოტა უფრო რთულია და დაძაბულია 8 აპრილის მერე გაცილებით უკეთესი იქნება ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის დავიწყოთ პირველი ნიშნით ვერძით ვერძებო 8 აპრილამდე პერიოდი ითხოვს ცოტა მეტ ყურადღებას თუმცა თქვენ მაინც მთავარი ფავორიტი ხართ ამ კვირისა უდაოდ რატომ იმიტომ რომ ზეხლა თქვენ ზოდიაქოს ნიშანს გადის აგერ კიდე მალე შემოგიერთებათ პლანეტა მარსი რაც ნიშნავს იმას რომ ხართ ყველაზე ენერგიული, აქტიური, კომუნიკაბილური, გონებამახვილი, ნამდვილი ლიდერი, ხელმძღვანელი ამ პერიოდში და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე, 8 რიცხვამდე ზედმეტად სუსტრაფი ნუიქნებით და არარეალურ იდეებზე და ასე ვთქვათ ფანტაზიებზე დროს ენერგიას თქვენ უბრალოდ ნუკარგავთ, იმიტომ რომ გამოიწვევს გულაცრუებას, გამოიწვევს თქვენი ზედმეტი ამბიციების დასს და ასე შემდგომ. უკვე 8 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია, როდესაც თქვენ შეგიძლიათ უფრო რეალურად შეაფასოთ სიტუაცია, შესაძლებლობები, როგორც თქვენი, ასევე სხვისი. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელს უწყობს მოულოდნელ და საინტერესო ახალ იდეებს, მათ ჩამოყალიბებას და რეალიზაციას, რაც მოგიტანთ წარმატებას და შემოსავალსაც გაზრდის. აქ ნოვატორული იდეები სხვათა შორის სერიოზულ რეორგანიზაციაში შემოიტანენ თქვენ საქმეებში და ამასთან ერთად ეს პერიოდი მთლიანობაში ხელს უწყობს თქვენი ავტორიტეტის ზრდას, კონკურენტულ ბრძოლაში გამარჯვების მიღწევას და თქვენი რეიტინგის საზოგადოებაში საგრძნობად მოემატებს. პერიოდი ძალიან კარგია, როგორც პირადი ურთიერთობებისთვის, პროფესიონალურ წინსვლისთვის, მოგზაურობისთვის, ბიზნეს საქმიანობისათვის, ამიტომ იაქტიურეთ ახლა თქვენი დროა, დიდხანს ელოდით და რო იტყვიან მიაწექით ცხოვრებას. Ყველას კარგია თქვენთვის 6 და 11 აპრილის დღეები და რიცხვები და არ ვარგა პერიოდი, რომელიც უკავშირდება 9 აპრილს. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით რაოდენობას, აქ პირიქით ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ შემოკარგება მთელი კვირის განმავლობაში იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ შეიძლება კრიტიკის ქართულში აღმოჩნდეთ სხვათა შენიშვნების წინაშე და ამას ძალიან მძაფრად ემოციურად აღიქვებთ. ეს ის პერიოდი, როდესაც კონფლიქტების ალბათობა მაღალი, ამიტომ ირგვლივყოფ ადამიანებთან და ამასთან ერთად ეს ის პერიოდი, როდესაც მგზავრობა, მოგზაურობაც არ იქნება სასურველი, მოლაპარაკება არაფრის მომტანი არ იქნება, ფარული მტრეები, ჯორები, ინტრიგები აქ მეტად იჩენენ თავს, თქვენ საწინააღმდეგოდ მოშორნეები, ამიტომ აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან. ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, აქ ჯობიან ძველ საქმეს მოგიდოთ ხელი და ის დაასრულოთ თუნდაც ან ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ყველაზე კარგია რომ ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი. თუმცა კვირის მეორე ნახევარი უფრო უკეთესია ვიდრე პირველი ნახევარი. ამასთანავე გავითვალისწინეთ რომ ენერგოტონუსი ჯერ კიდევ თქვენი დაბალია. ამიტომ არ გაცივდეთ, არ გადაიღალოთ. მშვიდად გაიარეთ ეს პერიოდი. რა ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 10 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა უკვე პერიოდი რომელიც უკავშირდება 8-12 აპრილის დღეებს და ამ რიცხვებს. რაც შეეხება ტყუპების ენერგოტონუსი მატულობს, ამიტომ ჯანმრთელობ რომ გრადი ხდება, განწყობაც უმჯობესდება, თუმცა აი 8 რიცხვამდე მაინც ცოტა ყურადღებით გავიაროთ, იმიტომ რომ გარკვეულმა დაძაბულობამ შეიძლება იჩნოს თავმეთ ჩვენს კოლეგებთან, ახლობლებთან, ნაცნობთან მიმართებაში და ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული მათ შორის ფინანსურ და სხვა სახის საკითხებთან და აქ ფინანსური კუთხითაც პრობლემების ტენდენცია მეორებს საკმაოდ მაღალია, მაგრამ 8 რიცხვიდან უკვე სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება, ინიციატივა უფრო მეტად მატულობს თქვენში, გონებამახვილობა, საინტერესო ახალი იდეები, პროექტები. აქ შეიძლება მოულოდნელი გადაწყვეტილებები იპოვოთ საკმაოდ რთული საკითხებისა და საკმაოდ კარგად გადალახოთ გარკვეული პრობლემები. ინტელექტუალური განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, სწორად და კარგად გამოიყენებთ თქვენს და უშუალოდ ცოდნას და თქვენს კავშირებს. რეფორმების დროა, შემოგარგებო, ძალიან კარგია ახალი რეფორმატორული მოქმედებები, აზრები, იდეები, ახალი შეიძლება ურთიერთობები, ახალი მეგობრული წრე შეიძლება შეიქმნას ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე. აიყვანოთ ეს პერიოდი ინტერნეტთან ურთიერთობისთვის კარგი, აქედან შეიძლება მოვიდეს საინტერესო ძალიან
იდეები, პროექტები და მთლიანობაში მეთოდოლოგიად შეგიძლიათ თქვენი მოქმედებისა შეცვალოთ. გარეგნული იმიჯით შეგიძლიათ შეცვალოთ. ერთ სიტყვით, სიახლეების შემოიტანოთ თქვენ ცხოვრებაში. ყველას კარგია თქვენთვის 6 და 11 აპრილის დღეები და არ ვარგა 9 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე კირჩხიბებო პირველ რიგში, მოდი აღვნიშნოთ, რომ პირველი ნახევარი კვირის ეთქოს ცოტა მეტ ყურადღებას, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაინც ჯერ კიდევ დაბალია, ჯანმრთელობა არ ამდგრადია, ამიტომ ვეცხოვთ, რომ ცოტა ყურადღებით ვიაროთ ამ კუთხით და არ გავცივდეთ, პირველ რიგში არ გადავიღალოთ, თუმცა ინტერესი მაგალითად ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის სფეროებისადმი, ზოგადი ეზოთერიული საკითხებისადმი აქ უდაოდ მოიმატებს. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება აღვნიშნოთ კრიტიკის გარცევში, რაც გაართულებს ურთიერთობებს შორის თქვენ შორის და ხელმძღვანელებს შორის, კოლეგებს შორის, მაგრამ უკვე 8 აპრილის მერე პერიოდი უფრო მშვიდია. აქ უფრო მეტია წარმატების ფაქტორი, კარიერული განვითარების კუთხე, შეიძლება მიიღოთ დახმარება გარკვეულწილად გავლენიანი ადამიანებისაგან, ასე ექნება ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა სახის სასკედოცხლებები ამოსაოდნელი, მაგალითად ფინანსური კუთხით, საქმეების თვალსაზრისით, კარიერული კუთხით, ამიტომ შესაძლებლობები წარმატების უდაოდ გაქვთ. თავარია, რომ კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან. მაშინ წარმატების ფაქტორი ერთი-ორად გაიზრდება. ყველას კარგია თქვენთვის 10 აპრილის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 8 და 12 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ლომის იმპერატორულ ნიშანს, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, ნამდვილი ლიდერი, ხელმძღვანელია, ძალიან კარგი პერიოდია მოგზაურობისათვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის, უცხოეთში სწავლისთვის ან მივლინებისათვის, შეიძლება მათთან პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოყალიბდეს და აღვნიშნოთ, რომ ეს პერიოდია მსვლელობისა შეიძლება კონკურენტებზე გამარჯვების დროც კი უწოდოთ ამ პერიოდს. ამასთან ერთად 8 რიცხვამდე მაინც კრიტიკის გარცელში შეიძლება აღმოჩნდეს სხვადასხვა სახის სირთულეებმა შეიძლება იჩინონ ჯერ კიდევ თავი, მაგრამ უკვე 8 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ აქ შესაძლებლობები წარმატებისა ერთი-ორად მოდლობს, აქ გააფართოვებთ თქვენს საქმიან კავშირებს და ეს პერიოდი, როდესაც სულიერი ტრანსფორმაციის დრო მოდის. თქვენ აქ გაძლევათ საშუალება, რომ უფრო ოპტიმისტი გახდეთ, უფრო ენთუზიასტი თქვენი საქმის ამოქმედებისა და საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც მოექცეთ. ყველას კარგია თქვენთვის 7 და 12 აპრილის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 10 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ეს სერიოზული ფსიქოლოგიური, მათ შორის ტრანსფორმაციის განახლების პერიოდია. აქ როიტყვიან შინაგანი ინვენტარიზაციის დროა თქვენ ცხოვრებაში. 8 რიცხვამდე ყოველ შემთხვევაში ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, მაგრამ მთლიანობაში ენერგოტონუსი მაინც დაბალი გაქვთ. ეს გაითვალისწინეთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით. ეს პერიოდია, რომ მსვლელობისას თქვენ გეძლევათ საშუალება იმისა, რომ თუ ენას კბილს დააჭერთ, საიდუმლოს დაიცავთ, მაშინ უკვე 8 რიცხვიდან შეგიძლიათ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიოთ. აქ თავდაჭერა საკმაოდ მაღალია, ეს პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს უკვე შრომისუნარიანობის ზრდას და თუ რაღაც ექსტრემალური სიტუაცია შეიქმნა, აქაც სწორად არჩევანს გააკეთებთ იმისა თუ როგორ გადალახოთ ეს ექსტრემალური სიტუაციები. ეს პერიოდია, რომ მსვლელობისას უკვე 8 რიცხვიდან შესაძლებლობა იმისა, რომ გავლენა მოახდინოთ სიტუაციებზე, ევროპ ადამიანებზე ერთი-ორად მოიმატებს. რაც მეტად იქნებით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მომთმენი, მით მეტად წახვალ წინ. თუმცა მაინც პირველი ნახევარი კვირისა ცოტა უფრო ფრთხილად გავიაროთ, მოიქნებით ძალიან მეტად ჯიუტი და კრიტიკული ამ დროს. ყველას კარგია თქვენთვის 9 აპრილის დღე და რიცხვი და არ ვარგა 7-11 აპრილის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორებო პერიოდში მოით გავითვალისწინოთ, რომ აქ 8 რიცხვამდე ასევე ცოტა მეტი ყურადღება საჭირო, იმიტომ რომ გარკვეულმა დაძაბულობამ შეიძლება იჩინოს თავი თქვენსა და ხელმძღვანელებს შორის, თქვენსა და პარტნიორებს შორის, როგორც სასქარო, ასევე ბიზნეს პარტნიორები ეგულისხმება აქ შემთხვევაში კრიტიკა, პრეტენზიები, როგორც თქვენი მხრიდან, ასევე მათი მხრიდან იქნება საკმაოდ, ასე ვთქვათ, არასასურველი და კონფლიქტების მომტანიც კი. ეს ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს რეპუტაციას, თქვენს ავტორიტეტს და ასე შემდგომ, მაგრამ უფრო კონსტრუქციული იქნება პერიოდი, რომელიც უკვე 8 რიცხვიდან დაიწყება, იმიტომ რომ აქ არა მარტო საერთო ტონუსი გაქვთ მაღალი და ჯანმრთელობა მდგრადი, ემოციური სტაბილურობაც მოიმატებს, არამედ თქვენი
გავლენის სფერო გაფართოვდება, ავტორიტეტი მოემატებს. ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე ზედმეტად დამოკიდებული არ იქნებით პარტნიორებზე, როგორც საქმიანობაზე სასწავლო პარტნიორებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა რაც უფრო მეტად პარტნიორული ურთიერთობა სტაბილურია, მით უფრო მეტად იქნებით წარმატებული და ამასაც მიაქციოთ ყურადღება. და ამ შოთ ისიც რომ ეს ის პერიოდია, რომ მშველობისას უკვე თქვენ შეგიძლიათ ზეგავლენა მოახდინოთ თქვენი პარტნიორების, ასე ვთქვათ, აზრებზე, მათ მოქმედებებზე და ასე შემდგომ. გულის ყველაფერი 8 რიცხვის შემდგომ. ეს კარგია თქვენთვის სწორედ 8 და 12 აპრილის დღეები და 8 და 10 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ 8 რიცხვამდე ყოველ შემთხვევაში პერიოდი უნდა იყოს თხილად, თუმცა ენერგოტონუსი მაინც ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ. ამიტომ ზედმეტად გადაიღლებით და ცოტა ყურადღებით და წინდახედულად იმოქმედეთ. ჯანმრთელობას მიაქციოთ მაინც ყურადღება, იმიტომ რომ გაცივების ტენდენციები და შემდგომ ეს არის. ასევე აუშვეთ, რომ გარკვეული არასტაბილურობა 8 რიცხვამდე, მათ შორის საქმიანი კუთხით არის ამის ტენდენცია. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანს მოუხდეს ადგილსამყოფელის, მათ შორის ბინის შეცვლა. ეს ტენდენციაც არის, მაგრამ უკვე 8 რიცხვიდან პერიოდი უკეთესია, იმიტომ რომ ჯერთი ენერგოტონუსის ნელ-ნელა მოიმატებს. და აქ უფრო მეტ დროს ყურადღებას დაუთმობთ საოჯახო და უშუალოდ საქმეებს, მათ შორის საყოფაცხოვრებო საკითხებსაც მოაგვარებთ, ინტუიცია ნელ-ნელა გაიზრდება. ეს ის პერიოდი, რომ მსვლელობისას შეგიძლიათ შეცვალოთ ინტერიერის სახლში, შეცვალოთ ავეჯი, უფრო ლამაზად მოეწყოთ სიტუაცია თქვენი ბუდე, რო იტყვიან. და ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ ახლობლებთან ურთიერთობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აქაც ურთიერთობები არ დაიძაბოს, რაც უფრო მეტად იქნება, ამით უკეთესი. და ასევე აღნიშნოთ, რომ თქვენ უკვე მეტად შეძლებთ კონტროლს თქვენი ირგვლივ ყოფი ადამიანებისა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მაინც კვირის განმავლობაში კონფლიქტების ალბათობა იყოს მაღალი. და ამიტომ განსაკუთრებით ახლობლებთან ურთიერთობაში ცოტა მეტი სიფრთხილე წინდახედულობა იქნება საჭირო. ყველას კარგი იქნება თქვენთვის პერიოდი, რომელიც უკავშირდება 9 აპრილს და 8 და 7-11 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ახლა მშვილდოსნებს, პირველ რიგში მშვილდოსნებო პროცესკოლის ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, თუმცა 8 რიცხვამდე მაინც ვიყოთ ცოტა ყურადღებით. რატო? იმიტომ რომ აქ ცოტა თქვენი ეგოიზმი, ცოტა თქვენი სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმები, ეს ყველაფერი იჩენს თავს. ამიტომ შეიძლება ცოტა დაძაბოს სიტუაციები და ასე შემდგომ, მაგრამ უკვე 8 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უკეთესია, იმიტომ რომ აქ შეიძლება საინტერესო შეხვედრების წინაშე აღმოჩნდეთ და საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება რომანტიკული კავშირების წინაშე აღმოჩნდეთ, სხვა კულტურულ გასართობ საქმიანობაში და სფეროებში შეიძლება ჩაერთოთ. ეს ის პერიოდი, რომელიც ხოვსობს უკვე მნიშვნელოვან კონსტრუქციულ ცვლილებებს საქმეებში. აქ შეიძლება მსხვილი პროექტებიც დაიწყოთ და ახალი იდეების რეალიზაციაც მოახერხოთ, რაც ხელს შეუწყობს მათ შორის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. სხვა შორის თავგადასავლებისადმი ლტულვა მოიმატებს თქვენში, კონკურსებში, ლატარებში მოწვეულობის მიღება იქნება ასევე მეტად სასიკეთო. ეს ის პერიოდი, რომელშიც შვილებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება და როგორც ლიდერი ხელმძღვანელი შეგიძლიათ საგრძნობად გაზარდოთ თქვენი რეიტინგის საზოგადოებაში. ყველას კარგია თქვენთვის 8-12 აპრილის დღეები და რიცხვები და 8 და 10 აპრილის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თხის ქებს, თხის ქებო ყურადღებით ვიყოთ ჯანმრთელობის მიმართ, იმიტომ რომ ჯანმრთელობა მაინც არ ამდგრადია. 8 რიცხვამდე შეიძლება დაიძაბოს ურთიერთობები, ახლობლებთან პრობლემები შეიქმნა საოჯახო კუთხით. და აქედან გამომდინარე ვიყოთ ცოტა ყურადღებით. მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც გარკვეული სირთულეების წარმოქმნის ტენდენცია არის. 8 რიცხვიდან კი უფრო 7 პერიოდია. აქ ნებისყოფაც მატულობს თქვენში კონტროლირება ირგვლივ ყოფის სიტუაციისა უფრო მეტად შესაძლებელი იქნება თქვენი მხრიდან და აქ სხვა შორის ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, შეიძლება იყოს ახალი ფინანსური წყაროები, ან გავუშვათ ბონუსების წინაშე აღმოჩნდეთ, შეიძლება გარკვეული მხარდაჭერა იგზოთ მათ შორის ახლობლების მხრიდან, თუნდაც ნათესავების მხრიდან და ზოგიერთ შემთხვევაში მშობლების მხრიდანაც კი. ეს ის პერიოდი, რომელიც ხელსკობს სარემონტო სამუშაოებს, სახლში განახლებას და უშუალოდ სახლისა. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი უძრავი ქონების შეძენის წინაშე აღმოჩნდეს, ან საერთოდ ახალ ბინაში გადახვიდეთ. აი ეს ტენდენციებიც არის. კარგად მოაგვარებთ საყოფაცხოვრებო ასევე საკითხებსაც და პრობლემებსაც. ყველას კარგი იქნება თქვენთვის აქ პერიოდი, რომელიც უკავშირდება 8 აპრილს და 8 და 6-12 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც.
რაც შეეხება ახლა უკვე მერწყულებს, მერწყულებო პირველში გაითვალისწინეთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მაინც დაბალია, გაზღვიდრებით ვარიცხვამდე, თუმცა ნელ-ნელა დაიწყებს იგი მომატებას, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი არის ფეიკების ალბათობა, არასწორი ინფორმაციის მიღების ალბათობა აქვს. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. მაგრამ უკვე 8 რიცხვიდან პერიოდი გაცილებით უფრო კარგია, წარმატებულია. ეს პერიოდი მრავალფეროვან შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, კონტაქტებს უწყობს ხელს, აქ შეიძლება მგზავრობა, მოგზაურობა, შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობა და ამ ხრივაც იყოს მეტად სასკეთო და წარმატებული სწავლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ამიტომ მიაქტიურეთ, უკვე 8 რიცხვიდან შანსები წარმატებისა ერთიორად გაიზრდება ყველა დონეზე. ყველას კარგია თქვენთვის 7-11 რიცხვები აპრილისა და არ ვარ გაცხელ აპრილის და ეს რიცხვიც. და რაც შეეხება უკვე თევზების ზოდიაქოს ნიშნულ დაავადებულებს, აქ პირველ ნახევარში, ყოველ შემთხვევაში 8 რიცხვამდე მაინც ფინანსურმა სერფულება შეიძლება ეჩინონ თავი. ზოგიერთ დაპირება შეიძლება აღმოჩნდეს ილუზია და ცხადია, არ შედგეს და ფინანსურმა დაუშვათ ხარჯმა შეიძლება ასევე პრობლემების შექმნა, საქმეთე გექნებათ გასავალი ვიდრე შემოსავალი და ასე შემდგომ, მაგრამ 8 რიცხვიდან უკვე პერიოდი საკმაოდ კარგია, რატომ? იმიტომ რომ საინტერესო შეხვედრები შეიძლება მოგზაურობის წინაშე აღმოჩნდეთ სამეცნიერო კვლევის სფეროში თუ ხარ ჩართული იქნება ასევე წარმატებული, უფრო მშვიდია ეს პერიოდი და აქ შეიძლება შემოსავალი მიიღოთ, მათ შორის ზოგიერთ თქვენი საიდუმლო საქმიანობისგანაც მოვიდეს ეს შემოსავალი. ეს პერიოდია, რომელიც ხელს უწყობს ასევე ინტუიციის დასს, რომელსაც დაყრდნობით სწორად შევასაკეთებთ და ეს პერიოდი ასევე ჩაგდებთ რაღაც ახლო საინტერესო პროექტებში, იდეებში, საიდანაც შეიძლება ასევე ფინანსური საინტერესო ახალი წყაროებიც აღმოაჩინოთ. ყველას კარგია თქვენთვის 10 აპრილის და ეს რიცხვი და არ ვარგა 6 და 12 აპრილის დღეები და ეს რიცხვებიც. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით მე გემშვიდობებით გისურვებთ ყოველივე კარგს მომავალ შეხვედრამდე.